ხმაური და დაპირისპირება კახეთში რთველი აქტიურ ფაზაში ჯერ არ არის შესული, მევენახეები ხუთი სოფლიდან კი ყურძენზე დაწესებულ ფასებს აპროტესტებენ და ხელისუფლებას რეაგირებას თხოვენ. გლეხების მთავარი მოთხოვნა ყურძნის ჩამბარებელი ქარხნების დროული გახსნა და ფასის მომატებაა. წინააღმდეგ შემთხვევაში მათი განცხადებით მოსავალი შეიძლება არც კი დაიკრიფოს. სოფელ ვაქირში გამართული საპროტესტო აქციის მონაწილეებს მაჟორიტარი დეპუტატი და რთველი 2015 შტაბის წარმომადგენელი შეხვდა. მათი განცხადებით სახელმწიფო რთველი სუბსიდირებას ახდენს, დანარჩენი კი კერძო კომპანიებისა და თავისუფალი ბაზრის საქმეა. მინდა ჩავაბარო და ფასი აქვს ძალიან პატარა რა. 75 წლის რამაზ სიფრაშვილი შემოსავლის მთავარი წყარო ყურძნის ჩაბარებიდან მიღებული თანხაა. წელს 14 ტონარ ქაცით ელსელოდება და უკვე იმაზე წუხს, რომ მოსავლის თვითღირებულების მიღებასაც ვერ მოახერხებს. სარცა მაგრამ რა ჩავაბარო ყურძენი. კი ბატონო. ეთანხმე, კარგი. მაგრამ 374 არაფერი ლარი აუფასურებულია და რა გამოდის? არაფერი. დედოფლის წყაროსა და სიღნაღის რაიონებში რთველი ყველაზე ადრე იწყება. აქ ყურძენი თითქმის დამწიფებულია და მევენახეები უკვე ქარხნების გახსნას და ჩაბარების დაწყებას ითხოვენ. ამ მოთხოვნით დღეს ვაქირში 5 სოფლის მოსახლეობა შეიკრიბა. საპროტესტო აქცია ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე წარიმართა. ვაქირში მობილიზებული იყვნენ სამართალდამცველებიც. როცა არჩევნები იყო იქ გაგვეცა ხოლმე ორღობე და დაგვეული, განადგურებული, დაუბედურებული სოფლის მეურნეობა და სოფლები დაკვდა. სახელმწიფო გაწევრება რაც გიზრდება. რომ ამიდის, ტექნიკა მიდის, მუშა მიდის. ვერ დათვლი. რარიდან ნუ ყურძენზე რასაც ეგენი გვაძლევენ, იმაზე მეტი დამждаრი გვაქვს. აქციის მონაწილეებისათვის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი და ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი იმის ახსნას ცდილობდნენ, რომ სახელმწიფო სუბსიდიის სახით რქაწითელზე 35, საფერავზე 15 თეთრ-სიხდის ქარხნები კი ყურძნის ჩაბარებას უახლოეს 2 დღეში დაიწყებენ. თუმცა ადგილობრივების თქმით, სიღნაღისა და დედოფლის წყაროს რაიონებში მხოლოდ ერთი ქარხანა ფუნქციონირებს და მათთვის მოსავლის სხვა რაიონებში ტრანსპორტირებაც პრობლემაა. თელავში დაждდება 5 კაცი. ეს მსხვილი კომპანიის ისინი რაფასაც დაადებენ, მორჩა. იმას არაფერს აღარ მოუმატებენ და ჩვენ იძულებული ვართ, რომ ეს ყურძენი წავიღოთ იქ. არ გაიხსნა გადავკეტავთ გზა და საშინდელი რაღაცები მოხდება. ქარხნები გაიხსნება აუცილებლად მიიღებენ ყურძენს. ყურძენი ჩასაბარებელი არ დარჩება. რადგან 1 კილოგრამი ყურძენი ჯდება ფაქტიურად და დათვლილია, ამას სახელმწიფო უხდის სუბსიდიის სახით. რაც შეეხება ქარხნებს, ჩვენ ვერ დავავალდებულებთ, რომ იმან მიიღოს ლარდახევარში, ოღლარში და თუნდაც 70 თეთრში. საწყალს ვაძლევენ 25 კატის 1 ჰექტარი მაქვს და ნაყენდრია რა 1 ჰექტრის ახო მოგეციდო. ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის განმარტებით ყურძნის ჩაბარების სურვილი 50-ზე მეტმა კომპანიამ გამოთქვა და მათი რიცხვი იზრდება. გიორგი სამანიშვილის თქმით, ჯერჯერობით ფასებიც უცნობია და ამაზე კომპანიების წარმომადგენლები მოსახლეობას თავად შეუთანხმდებიან. ჩვენ კომპანიებს ვთხოვთ, რომ კიდევ ერთხელ ჩამოვიდნენ, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ფასებზე უნდა შეთანხმდეს ყურძნის გამყიდველი და ყურძნის მყიდველი. ჩვენ პირდებით, სახელმწიფო პირდებით, რომ ყურძენი ჩაბარდება, ხარისხიანი ყურძენს სახელმწიფო იყიდეს თუ გაჭირდა, თუმცა სახელმწიფოს ფასი იქნება ალბათ თვითღირებულების ფასი, ისე ცოტა მეტი, მაინც ჯობია კერძო სექტორთან მოლაპარაკება შედგეს. რთველი კახეთში აქტიურ ფაზაში 15 სექტემბრისთვის შევა. რეგიონში ჯამში 130,000 ტონა ყურძნის მოსავალს ელოდებიან.